დღეს ხუთშაბათია საღამოს 9 საათი, ეს არის მადის აღძვრელი პოდკასტი, რომელიც იწერება პოდკასტ Point-ში. აუცილებლად უნდა შეგახსენოთ, რომ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი, დაალაიქოთ, დააკომენტაროთ, ასევე თუ მოგეწონებათ ჩვენი პოდკასტი, დონაციის ლინკი აღწერაშია და შეგიძლიათ ასეც დაგვიჭიროთ მხარი. ყოველს წინასწარ რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა. რაც შეეხება დღევანდელ ჩემს სტუმარს, გიორგი ნაზღაიძე არის. შეგვიძლია ვთქვათ შეშუპებული გიორგი ნაზღაიძე, რომელმაც გუშინ ძალიან ბევრი იგრიალა. კარგია, ნაგრიალებზე. ნუ მაინც მაყურებელს უთხრათ ის, რომ იმიტომ ვარ შეშუპებული, რომ გუშინ იყო ფანტასტიკური დაბადების დღე და მე ვერ გამოვედი იქიდან და მეპატიება. კარგად გაერთე. ფანტასტიკურად. მე სადაც ვარ სულ ვერთობი ძალიან კარგად. შენ თან ხალხსაც ართობ ისეთი აურა გაქვს. მე ვარ გიჟი თავისუფალია. ხო და ეგ კარგია მე რაღაცა ხალხსაც უნდა შენთან კომუნიკაცია. კი არ იხდიან ფულს მე მაგართობაში, უფასოდ ვართობ ყველას. არა, ვიღაცებზე უნდა დააწესო მე მგონი, რომ აუცილებლად და გადაიხადოთ. აუცილებლად. გიორგი, ჭამისთვის მზად ხარ? ჭამისთვის მუდმივად მზად ვარ, თუმცა არ მეტყობა, წონაზე პირიქით 6 კილო მაქვს დაკლებული, მაგრამ ჭამისთვის მუდმივად მზად ვარ. კაი საჭმელი გიყვარს, კაი ჭამა. კი, როგორ არა, გიждდება კარგ ჭამაზე. დღეს ჭამე რამე? დღეს მე და ჩემმა ძაღლმა მივირთვით ცოტა იოგურტი. მეტი არაფერი. მეტი არაფერი, იმიტომ რომ ვიცოდი რომ აქ უნდა ხო, კუჭი ცარიელი გაქვს. ხო, სახში რატო დავაცარიელო მაცივარი, როდესაც ჩემილი აქ მოვიდე და უფასოდ ვჭამო. ჩემი სპონსორები არიან წარმოდგენილნი აქ და ჩემი საყვარელი სპონსორები. პირველი მინდა გაგაცნო, ეს არის ფიზი ჯორჯია, რომელიც ფოტოში ძალიან მაინტერესებს, სულ უყურებდი გვერდიდან რა აპარატი არის. კი, ეს არის აპარატი, რომელშიც თუნდაც წყალს რო ჩაასხამ, ნებისმიერ წვენს დაგაზავს, ასე ვთქვათ, ერთ წამში და წყალსაც როდესაც ჩაასხამ, აი აქ რო დააჭერ, გაზიანი გახდება. ოჰო. აი, всё. უკვე დაიგაზა. რომელი სიროფი გინდა შენი? პორტოხალი, ჟოლო და ხალია მე მგონი ის. ფეიხუა, არ მიყვარს მძულს, იყო ჟოლო. ამ ლიმონათით შენ გადაცემას გაუმარჯოს. მართალია ეძახე რომ მარცხენა ხელით არ შეიძლება ჭიქის აწევა, თუმცა მე ცაცია ვარ, მე მთიული ვარ და ამ ყველაფერს ვარ. უი, ცაცია ხარ შენ. გაუმარჯო შენ გადაცემას და ბევრი სპონსორი ყოლოდე. ფანტასტიკურია. ძალიან გემრიელია მართლა. ხოძე გაზიანი ჟოლოს. კი, წამოიღო ჟოლოს გემოიგრევე. ძალიან მიხარია თუ მოგეწონა გიო და მოკლედ მე მყავს კიდევ ერთი სპონსორი ჩვენი მეგობრები, საინტერესო კომპანია, ეს არის Bomb Bar, პრემიუმ ხარისხის უშაქრო დამზადებული ფიტნეს ბარები. ჯანსაღი კვება და დაბალი კალორიები, მაღალი ცილები, აი ესეთია. ნუ ეს მინდა მე ზუსტად, როდესაც 7-ის მერე ავჭამ, ესე იგი შემიძლია მივიღო ეს ყველაფერი და ანუ წონაზე არ იმოქმედებს. წონაზე არ იმოქმედებს. და ჩვენი ახალი სპონსორი არის აგრობანი, ეს არის აგროპროდუქტების მარკეტი, რომელიც 100%-ით ნატურალურ პროდუქტებს გთავაზობთ. თუ გნებავთ ახალი და სუფთა, ხილი, ბოსტნეული რძის პროდუქტები, აუცილებლად უნდა მიხვიდეთ ანა პოლიტკოვსკაიას 3 ნომერში. აგრომენი ეს არის ხარისხი, რომელიც თვალით ჩანს და გემოთი იგრძნობა. აგრომენი ასევე სთავაზობს კლიენტებს კორპორატიულ მომსახურეობას, ხარისხიანად და ინდივიდუალური პირობებით. მოკლედ, საჭმელზე რო გადავიდეთ. შენ ანუ ძალიან გურმანი ხარ. კი, ძალიან. ყველა მიცის, შებესი არ მეტყობა, თუმცა ძალიან. აი მარტო ცხოვრობ, ხო? ეხა მარტო ცხოვრობ, კი. და რამდენად შეგიძლია, რომ შენთვის გაიმზადო საჭმელი? როგორ არის? ჩემთან ხშირად არიან ჩემი მეგობრები. ძალიან მეგობრული ადამიანი ვარ. თუმცა ზომიერად, როგორც მოსვლა იცით, ისე წასვლა უნდა იცოდეთ, ესეც არის. მაგრამ გურმანიც ვარ და მომზადებაც მიყვარს, მაგალითად, აი ოჯახური გავუკეთეთ ჩემ მეგობრებს ეხლახანს ფანტასტიკური გამოვიდა. დედაჩემი არის კულინარი, არის კიდევ კონდიტერი, ძველი კონდიტერი და მგონია რომ გენეტიკურად მაინც რაღაცეების შინაგანად მოდის ადამიანისგან. მით უმეტეს მთელი ცხოვრება რომ უყურებ რომ მშობელი ესე აკეთებს. დედაჩემი ავანტყოფობდა, საწოლს იყო ჩავარდნილი, თუ ნუ მოკლედ ვერ დგებოდა და იმ პერიოდში დიდი ხანი გაგრძელდა, გვიწევდა ჩვენ ძმებს ამ ყველაფრის კეთება. აქედან გამომდინარე, ალბათ ეს შინაგანი დისციპლინა და ეს ყველაფერი უკვე გამოვიმუშავე და თავისთავად ესე ვარ. კი, ძალიან მაგარია. მოდი მანამდე კიდე იცი რა მაინტერესებს. აი რომელი კუთხის საჭმელი უფრო გიყვარს? შენ ახლა მთიული კაცი ბრძანდები. მთიულური საჭმელი უყვარს ნამდვილად არა იმიტომ რომ მთიულების გული მოვიგო მაგალითად, იმიტომ ნახევრად მეგრელიც ვარ და კახელის სისხლიც მაგ და ასე შემდეგ.
მთიულური ხინკალი მიყვარს განსაკუთრებით. ხინკალი არის კერძი, რომელიც მუდმივად შემილია ჭამო და დამატებით კიდე რაღაცა კერძები არის. მაგრამ ევროპული სამზარეულო ძალიან მიყვარს ზღვის პროდუქტებზე ვგიჟდები მაგალითად და გუშინაც დაბადების დღეზე რო ვიყავი ზღვის პროდუქტების კუთხეში ვიდექი სადაც ჭამდი და მეუნებოდი ყველას რომ აი ძალიან ცუდია მეთქი ანუ აი საში ხალხ აი ეს არის კატასტროფა მეთქი და აი იქით სომეულია უგემრიელს მეთქი რომ ეს მეტი დამჩენოდა და მე მეჭამა და სომეულში გადასულიყო. ანუ კარგად დანაკლები ხარ შენ აზიური. აუ მეც ძალიან მიყვარს ზღვის პროდუქტები. სხვათა შორის ყველა თევზი მეგონა. ერთი კი გავდა თევზი იმ დაბადების დღეზე, მაგრამ ფაიმე. იცი რა არის? ამბოლ დროს მეც თითქოს თევზს ვეტანები. ძალიან მიყვარს, მაგრამ აი ხორცს ვერ ვიღებო ისე. არა, ყველაფერს ვღებულობ. ერთადერთი რასაც არ ვჭამ და არ მიყვარს არის ცხვრის ხორცი და თუმცა მთიულეთში ძალიან უყვართ. და მეორე, რასაც არ შევჭამ არაფერი არ არის მეორე. ცხვრის ხორცი, დანარჩენი ჩემი კუჭი ღებულობს ყველაფერს. მოვიდა ახლა ჩვენი ხინკალი. გთხოვთ რომ შემოგვაწოდოთ. ხინკალი სტუდიაში. განძღებს ხედავ იქით უკვე ნახე, გამოიგო ხორცი ნაგლეჯია. ჩაიკოკოზინეს პირი. აჰა. ხელსახოცი. აი ხელსახოცი აქ არის. ესე იგი ეს არის ხინკალი, ხინკლის ფაბრიკა. დავფერთხო ესე. ხინკლის ფაბრიკამ მოგვაწოდა ეს ხინკალი, რომელიც მე ძალიან მიყვარს და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ხინკლის ფაბრიკას, რომ იზრუნა ჩვენს მადაზე. შავი პილპილი მოგვაწოდა თან დაფქური. ხო, რა თქმა უნდა. მად, ესეც. ყველაფერი არის თან. აბა. კარგად ჩანს კადრში რომ ეხლა ვინც უყურებთ ამას რომ მინდა რომ მოგინდეთ და თქვენ ჭამოთ ჩვენთან ერთად. რამდენი ნაოჭიანია მეზარება დათულა. ბევრი ნაოჭი კი აქვს. შენ ის კი ყარ შავი პილპილი? ხო, აბა. აუ მე მაცემინებს და ვერ ჭამ ხოლმე. იცი გვერდზე დაყარე და არა, შემიძლია. ესე იგი რა მაინტერესებს ამ გადაცემის ფორმატში ესე რომ ჭამთ რაღაცებს, მე არ გწყევლიან, მშიერი არისერიო და რაღაცა. ხოთშერს ეგ მიფიქრია, ჯერჯერობით არ დაუწყევლი ვარ მაგაზე. მაგრამ შეიძლება ეგეც იყოს მოველოდები ყოველ შემთხვევაში. ანუ ლოდინის რეჟიმში ხარ და ხო, არ გამიკვირდება რომ იყოს. კაი, ან უნდა დავაგემრო თუ ცუდია, ვთქვა რომ ცუდია, მაქვს უფლება ამის, გაგვიმარჯოს. კი, უნდა თქვა რა. რა უნდა ვთქვა? სპონსორი. გულწრფელი იყავი. კაი. კაი მიდი. არა, ცუდი არ არის მართლა. მე ძალიან მიყვარს. მე სულ ამას ჭამ. ხენ გაიოცა მინდა. არა, ცუდი არ არის მართლა. ძალიან მიყვარს. რა კაია. აღნიშნავ იმას, რომ უბრალოდ მე ხელით გაკეთებულ და ვიждები. ნუ მაგას ვაგებო. ხო, იმიტომ რომ ცომს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ზოგადად ცომი მიყვარს და ცომს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თუმცა ძალიან გემრიელია. ვერ ვიტყვი რომ არ არის კარგი. ხელი ჭამ ხოლმე ხინკალს. იცი რა, თუ აქ ისეთი კარგი ჭიპი, რომელსაც შეგიძლია კარგად მოკიდო ხელი ვჭამ, თუ არა და ჩანგალს უჭებ ხოლმე ესე ჭიპის ნაწილში და მე ჩანგალს ვახმარ. კუჭებს არ ჭამ? ხო, თავარი ამბავი, კუჭებს ეძახი თქვენ ყველანი. როგორც ქვია და მე ჭიპს ვეძახი. ხო, არავის არ გაუკვირდეს, არ შემეშალა, უბრალოდ მე ჭიპს ვეძახი. გამიგია ჭიპსაც ეძახიან ხოლმე. რომელი ჭიპი? არავის არ ეწყინოთ. აი ჭიპი ხო წესით შიგნიდან არის. შიგნიდან ფორმა ხო არის გამოწეული ჭიპები. პატარა კუტოები ვითრვა. მე მაგას ვეძახი. ხო და სხვა იმის ხინკალი გიყვარს, თქვა კარტოფილის. ხინკალი მიყვარს ყველანაირი. კარტოფილის მიყვარს ერბოში, ოღონდ ხაჭო და ყველის მიყვარს ერბოში, მას ჩემთვის ხინკალი არ არის სოკოს ხინკალი. უყვარს ბევრს, თუმცა მე როგორც მთიული ვიტყვი რომ სოკოს ხინკალი მე ართულია. რომ ეს არის ხინკალი. ეს არის რაღაცა ფრონცკობა ტრაქში პერო. ბავშვობაში რასაჭმელი გიყვარდა, რასაჭმელი გახსენებს ბავშვობას? ბავშვობაში მიყვარდა შემწვარი კარტოფილი. რომელზეც ვგიჟდებოდი და დღემდე მიყვარს და დღემდე დედაჩემს ვთხოვ, ეხლა კი ცალკე ვცხოვრობ, მაგრამ მეუბნები რომ თუ მოვალ თქვენთან, აუცილებლად შემიწვი შემწვარი კარტოფილი სუფრაზე იყო და დედაჩემი იძახის რომ რა არის ეს შემწვარი კარტოფილი, როცა ყველაფერი არის მაგიდან.
ხინკალი მიყვარდა ბავშვებიდან, იმიტომ რომ ბებიაჩემი მუდმივად ხინკალს აკეთებდა და სულ ხინკალს ჭამდი, ტოლმა მიყვარდა. აუ რავი, ყველაფერი მიყვარდა. მე ზოგადად ბავშვებიდან ჭამელი ადამიანი ვარ. არ იყავი პრეტენზიული. არა, პრეტენზიული ვიყავი ერთადერთი, როდესაც დედაჩემი ან ბებიაჩემი ამოგვიღებდა მე და ჩემ ძმებს რაღაც საჭმელს, ან წვრიანს, ან კარტოფილს. პრეტენზია იყო ის, რომ იმას ბევრი აქვს, მე ცოტა მაქვს და ამით იწყებოდა ჩვენი მაგიდასთან დავა და ჭხუბი, მე დამიმატებდა, მე ვიტყოდი ამ მე ბევრი მაქვს, იმას ცოტა აქვს, მე მომხვდებოდა კეფაში, იყო ტირილი და კიდე მქონდა ყველაზე ცუდი თვისება, მაგალითად აი დადეს ხინკალი მაგიდაზე და კიდევ არის შემდეგ რაღაცა კერძი ან დესერტი, ხო? და იმის ჭამა მინდა. იმას ენას უსმევდი ხოლმე, რომ არაფერს ეჭამა. მაგის გამო ხვდებოდა. მოკლედ მაგარი ნაჟეჟი ბავშვი ვარ. ხო. კუთხეში გაყენებდნენ ხოლმე? კუთხეში არა, პირდაპირ მცემდნენ, მირახუნებდნენ. კუთხეს რა აზრი ქონდა. ნუ აგარაგზე თუ ფასანავში ვიყავი, ბებიაჩემი მკეტავდა ოთახში. ეხლა ვინმე რომ მოგისმინოს ფსიქოლოგებმა და მე დღევანდელი ფსიქოლოგები ვიტყვიან რომ ეს ბავშვის სტრესია. მე დღევანდელი ფსიქოლოგები ბავშვს სოსკას თუ ჩაუდე პირში ყოველი ტირილის დროს ის უკვე დამოკიდებულია. ეს უკვე ნიშნავს რომ ბავშვი გააფუჭეთ რაღაცები. ანუ რაღაცებში მე არ ვეთანხმები, იმიტომ რომ ეხლა რა თქმა უნდა ჟეჟე ბავშვი ქოკაც მაგას კი არ ვაბობ უბრალოდ. ანუ ძალიან მშობლები არიან და მე ძალიან თავხედდებიან და დაუკრეფავში გადადის. აი დღევანდელი თაობის მშობლები იძახიან რომ აი ბავშვებზეო მაგალითად თავისუფლები არიან და როგორც უნდა ისე უნდა მოიქცენ და გამარჯვებას თუ უნდა უფროს ეტყვენ თუ უნდათ არა. რა სისულელია ბავშვმა უნდა უთხრას უფროს ადამიანს გამარჯვება მიესალმოს გზა დაუთმოს და მოკლედ როგორც ვიყავით აღზრდილები ისეთი თაობა უნდა იყოს და ჩემთვის ეგეთი ბავშვი არის უზრდელი ბავშვი. ან თავისუფლება ისმით რაღაც სხვანაირად ეხლა რა თქმა უნდა ჭკუას კი არავის ვასწავლე, მაგრამ უბრალოდ ეს ჩემი აზრია რომ რისი აი რაც მინახავს რაღაცები ესე არ მომწონს, იმიტომ რომ ანუ ძალიან რაღაცნაირად ჩანს მე რა მართლა თავხედობები აი არ შემილია ბავშვები რომ გატუტუცებულები. ნუ ეხლა ვიღაცის ბავშვი თუ კეფაზე დამაჯდა და დედა მეუნება რომ თავისუფლებას ვაძლევდა, ანუ ხმარო არ უნდა ამოვიღო და ეს მისაღებია, ჩემთვის არ არის მისაღები და ერთი გადაცემა გამახსენდა, არც გადაცემა ტელევიზიაზე და გადაცემას არ ვიტყვი სახელს, ვიყავით მიწვეული მე და ფსიქოლოგი, ბავშვთა ფსიქოლოგი და ეს ფსიქოლოგი შემოვიდა ძალიან მშვიდად და თურმე დასპონსორებული გადაცემა ყოფილა, რომ ეს ფსიქოლოგმა გადაიხადა თანხა, რომ ამ გადაცემაში დავი დაეპიარებინა. მოკლედ შორს არ გავაგრძელო, ისეთი საწინააღმდეგოები ვთქვი, რომ ქალი აშლილი ნერვებით გაიქცა, კიო და ეს ვინ მოიყვანეთო, ფული რაში გადავიხადეო და ჩამოხშალეკა. ანუ იგივეს ლაპარაკობდა რაზე? ზუსტად იგივე საუბრობდა, რომ დღევანდელ თაობას უნდა მიცეთ მეტი თავისუფლება, მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, ხა 2 წლის და 3 წლის ბავშვმა რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ტუალეტში ვერ შედის დამოუკიდებლად და მაშინ თუ ესეთი დამოუკიდებელი შევიდეს, მოიცაქმოს და გამოიწმინდოს. ხანძარი გავაჩინე, ერთხელ იყო დედაჩემი და მამაჩემი სამზარეულოს სივრცეში 90-იან, ბნელ 90-იანებში რაღაცას აკეთებდნენ. მე შემიყვანეს, ანუ მითხეს რომ გამრავლების ტაბულო მესწავლა, შევედი ჩემ ოთახში, უსაქმურობით ამის არ სწავლით, რა მეკეთებინა, ტორტისანთას ვანთებდი, ვაქრობდი და ის ვაქრობდა, საბანს გაუჩინე ხანძარი. ანუ ოთახი დავწვი, გამოვედი და მეორე ოთახში დავჟექი ჩუმად, ხმა არ ამომიღია და მეზობლებმა დარეკეს მერე კარზე ზარი თუ რაღაცა, უთხრეს ჩემს რომ სახლი იწვისო თქვენიო. არ უნდა ვეცემე? მე შევაგდებდი ცეცხლში ბავშვი ეგრევე. ან მაგალითად ერთ-ერთი მაგალითი მთელი корпуსისგან აი 90-იანებში პირველი სართულიდან მე-15 სართულამდე ყოველ დღე დავდიოდი, ანუ 60 ოჯახი ცხოვრობს, დაახლოებით 50 ოჯახში შევედი და ყოველდღიურად, თუნდაც ეს ყოველდღიურად ვეუბნებდი, აი ციცოდეიდამ დედაჩემს თქვია ციცო, აი ისეთ პურის ფული არა გვაქვს და თუ შეიძლება რომ გვასესხოთ. აი ესე დავდიოდი ყველა სართულზე, ხა რამდენი თვის ფული დაგროვდა და ბოლოს ყველა მეზობელი დედაჩემთან მივიდა ფულზე და რო გაიგო დედაჩემ რომ მთელი корпуსისგან ფული მქონდა აღებული და პურს კი არ ყიდულობდი, ან რამე კი არ მჭირდებოდა. უბრალოდ მივდიოდი ამ ფულს ხარჯავდი, ვერთობოდი, გულაოვდი. არ ვიყავი საცემი. უკეთ ძალიან ისეთი თემაა ეგ. ერთი ისტორია მაქვს ძალიან მაგარი. სუფულს რო უკავშირდება ჩემი ისტორიები. მოკლედ ჩემმა მშობლებმა გადაწყვეტეს რომ რაღაცა ასაკში ესეთი მძიმე ბავშვი რო ვიყავი, ფსიქოლოგთან მეტარებინე. და დავიწყე ამ ფსიქოლოგი და პლეხანოვზე იყო ეს ფსიქოლოგი, მაშინ ღირდა 20 ლარი თითო სეანსი და 20 ლარი იმ დროისთვის არის ალბათ 200 ლარი. პირველ დღეს მივედი მამაჩემთან ერთად, მერე წამოვედით და მერე დავიწყე დამოუკიდებლად სიარული.
გავიდა 1 თვე, 2 თვე, არ ვიცულები, მე მაინც ცელქი ვარ, მაინც ისეთი ვარ. დარეკეს ამ ფსიქოლოგთან და კითხეს, რომ თქვენი შვილიო, ჩემი შვილიო ეს. ვიზე გაქვთ საუბარიო, ვინ არისო ესო და აი ეს გიორგიო ნაზღაიძე და ვინ არის ეს ბავშვი და როგორ თქვენთან დადის 2 თვეო აი მამა ჩემის მერე არ მივსულარდი იმ 20 ლარს ეგრევე ხარჯავდი კაფე-ბარებში შენ ბავშვებიდან მოგულავე და მოგრიალე იყავი ხალხო ერთი ისტორია ბებია ჩემა ისე გამოვიყვანე წყობიდან ბებია ჩემი ქალი ჩამოვშალე მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა ქალი და იქ ვერ ჩამოშალეს მე ჩამოვშალე ისე რომ ამიყვანა ზედა სართულზე ჭინჭრები მოგლიჯა აი ეს ხელით და აი ჩამსუსხა ისე მცემა ამ ჭინჭრით მეორე ხო ტიროდი მეორე სართულიდან პირველ სართულზე სანამ ჩამოვიდა ჭრელო პეპელა სიმღერა დავიწყე ქალს სასტრაფო გამოუძახეთ ეხა არა ვარ საცემი ბავშვი საცემი იყავი აი პირდაპირ გეუნები თუმცა მაინც ლამაზი გავიზარდე ნუ ეხა ხო ნახე რამდენი ისტორია მოუყევი შენ მთელი ის ყველაფერი ისტორია გაქვს ადამიანის მოსიარულე ისტორია ხო მე ისტორიები კი კაია ეგეთი მრავალფეროვანი ცხოვრება იცი რა შენ რეალიტი შოუებს ვერ ავწდებით აქვე გეუბნები არა ვერ ავწდები ხა მე მგონი ერთადერთი ადამიანი ვარ საქართველოში რომელმაც 3 რეალიტი გამოიარა 2 მოიგო და ერთის ფინალში იყო ერთი შენ რო დაარსო რეალიტი არ გიფიქრია ამაზე არა მე ზოგადად ძალიან ზარმაცი ადამიანი ვარ იმაში რომ მე რაღაცას უხემძღვანელო და მე რაღაცას დავაარსო ესე იგი პირველი რეალიტი იყო 2006 თუ 7 წელი იყო ხო მე მგონი ესე იგი მე მიდრები და ღარიბები იყო პირველი 2006 თუ კიდე იქით იყო 17 წლის ვიყავი, როდესაც ეს რეალიტი იყო. ეხლა ვარ 41-ის. ანუ მათემატიკურად რამდენია? რომელი წელი იყო? ეხლა წელი კიდე. ჰა? მაგ მაინტერესებს რომელი წელი იყო? 2001. არ იყო 2001, არ არსებობს. 2001 ხალხო. 2001-ია. ხო, 2001 წელია. რა? 2001 წელია, იმიტომ რომ მაშინ ჯერ სააკაშვილი მოსული არ არის. რას ქვია ბიჭო 2001 წელს ედიკას დროს რეალიტი შოუში მონაწილეობდი? ხო. რა სისულელეა გიორგი? ვაი მე ესე გამოდის და რა გავაკეთო? სისულელეა. რა გავაკეთო? სულტანდوار. არა გიო. ვაი მე მესმის რომ ლენინის კლასელი გიო არა კი გასაგები არა არ არსებობს აბა როგორ გამოვთვალოთ ეხლა ეგრეა არსებობს ბიჭო 17 წლის იყო აი ხა დავსერჩო 17 წლის ვიყავ 18 წლის გავხდი მე პროექტში მაცადე და საერთოდ სადმე რომ შევდივარ უკვე ფეხზე უნდა დგებოდნენ მარტო ლენინის კლასელი დავდი კაი მოკლედ აი მართლა ამ ქვეყანაში დავშით 2 ლამაზი ადამიანი და 2 ისეთი რა რომელსაც არ გვიწყობა მე და ნანი ბრეგვაძე კი ნამდვილად კლასელები ხო და დღეს რო ვთქვი ძალიან მახსოვს ის ფრაზა მეც ვიყავი შენ ხელა და შენ გახდები ჩემ ხელა ნამდვილად ეს ფრაზა იყო შენისთან და შენ გახდები ჩემისთან ამ ისტორიაში ყველაზე მაგარი იყო ამ პროექტში თამაშობდი რაღაცა სკეჩები ქონდა და ნანული იყო ქალი მეძავი ქალი თურქეთიდან ჩამოსული რომელსაც გაშლილი ქოლგა ეტეოდა და მომისურე მაგ დროს მე მგონი მიშა ანდღულაძეს ნანული და გურამიც ძალიან ნუ მან ცოტა კონკურენცია პირველი ვინ იყო ჩვენ ვიყავით თუ ისინი ვიყრენ ცოტა ეგეც ამბავია მაგრამ მოკლედ მან თქვა ფრაზა თქვენ მათხოვრებო აი ეგ ხო და ხალხო ანუ ვერ აგიხსნით ხალხი რეკავდა გადაცემაში და იძახდა გიორგიმ დაგვიძახოს მათხოვარი და ერთ-ერთი ისტორია არ ვიცი ეს ადამიანი მიყურებს არ მიყურებს წერეთელზე მივდივარ მაკდონალდი წერეთლის მეტროსთან მივდივარ მაჩერებს კაცი სადღაც მაგდროში ჩემი ასაკის და მეუნება რომ თუ შეიძლება დედაჩემს დაურეკავ ეხლა გიждდება თქვენზე და ქალბატონ ნანული თუ არ მახსოვს რა ქვია რა და უთხარით ქალბატონ ნანული თქვენ მათხოვარო და მე ცოტა შოკირებული ანუ როგორ და აი აფრენს ამ ფრაზას თუ ეტყვი და ნუ რა ვქნა კაი ვიღებ ამ ტელეფონს და ქალბატონო ნანული თქვენ მათხოვარო და იქ და მადლობა გი ხალხო მართლა იყო ეგ პერიოდი რომ ეს ფრაზა მათხოვარო იყო რაღაცა ისეთი სახალისო ფორმა და მე ხალხს ჩატოს შეურაცხყოფას ვაყენებდი ესე გამოდის ყოველდღიურად რა არის იცი მე მგონი დღემდე არის ეგ ფრაზა შემორჩენილი მე ფრაზები ზოგადად პროექტებში ყოველთვის შემომქონდა რაღაცა ფრაზები აი ბოლოში იყო თორე რა რაღაცა აი სულ რაღაცებს გავსი რაღაცა ფრაზები შემომქონდა ისეთი რაც ნუ დასამახსოვრებლად კარგია ზოგადად გასვლა ეგ ისეთი ხო ნუ ეგ კაი გათვლა ხო რომ რაღაცა შენი შინაარსი დატოვო რა
და ხელწერა, ასე უბრალოდ უნდა გავარკვიო გადაცემის მერე როგორ გახსოვს ეს პროექტი შენ მაინც. კი, აუცილებლად გავარკვევ მაგას. დავსერჩავთ მერე დიდრები და ღარიბები და ესეთი კითხვა მაქვს შენთან. აი, შენი აზრით რომ არა ეს რეალიტი შოუები, ეს პოპულარული იქნებოდი? ვერ გეტყვი, რეალიტი შოუში შემთხვევით მოხვდი, ჩემ მეგობრებმა შეაფსეს და გადააგზავნეს, იყო სხვა პროექტი ლიფტი არ გამოუვიდათ მაესტროზე და შემდგომ ამერიკას ამ პროექტიდან. მოთხოვნა და სურვილი იმაზე რომ მე უნდა ყოფილიყავი აუცილებლად ცნობილი სახე. ეს ინტერესი არ იყო და მანდედან გცემე შენ, ეს ინტერესი არ იყო, თუმცა არ ვიცი, გავხდებოდი თუ არა ცნობილი სახე, არ ვიცი. არ მქონდა რა ინტერესი რომ პოპულარული ყოფილიყავი. მაშინ ინტერესი მქონდა კალათბურთელი ყოფილიყავი და თამაშობდი 9 წელი კალათბურთს, მერე ტრავმა მივიღე. და შენ რო პირველად მიიღე მონაწილეობა აი ამ რეალიტი შოუში, აი რა გამოხმაურება მოყვა ოჯახისგან? არაფერი იმ პერიოდში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე პირველი რეალიტი, მაშინ იყო 3 რეალიტი, ამტანები, ჯეობარი და მდიდრები და ღარიბები, რომელშიც ვიყავი მე. 3-ვე გადიოდა თითქმის ერთ პერიოდში რა. იმ პერიოდში ბნელ 90-იანებში რეალიტი შოუში მონაწილეობა ჯერ იყო დაუჯერებელი რამ და მეორე რეალიტი შოუს პოპულარობა იყო როგორც კარდაშიანების ოჯახის დონეზე პოპულარობა, იმიტომ რომ აწყობდნენ ფანშეხვედრებს, რაღაცა კინოთეატრებს ხურავდნენ, გზებს ხალხო ვერ აგიხსნით. ერთხელ მახსოვს რაღაცა დიდი შეხვედრა მომიწყეს კინოთეატრის რაღაცა ტერიტორიაზე, სხვა ხალხი დამხვდა და ბოლოს უკვე რაღაცა პატარა ვიყავ და დავიღალია ცოტა ისე რა დავითრგუნი ამდენ ხალხში, ჩემ ძმა მანქანაში ძლივს ხო ჩამსვა და მანქანა არ გაატარე და მანქანიდან გადმომიყვანეს. ანუ ის პერიოდი, მე ვერ გეტყვი, ქუჩაში ესე გასვლა მარტივი არ იყო, იმიტომ რომ ყველა გცნობდა, ყველა მოდი. ეხა გცნობენ, მაგრამ არ არის ისეთი ემოცია, ხო რა, უკვე ხალხი მიეჩვედა. მაშინ ეს იყო ახალი ხილი და ადამიანს ბნელ 90-იანებში ტელევიზორი 1 საათით რო ირთვებოდა და ვიღაცა ტიპს ხედავდნენ ტელევიზორში, ეს უკვე ძალიან პოპულარული იყავი. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ უკვე არ ახალია რეალიტი შოუები, მგონია რომ ადამიანებისთვის მუდმივად საინტერესოა. ნებისმიერ პროექტი მომგებიანი არის მაშინ, როდესაც გყავს კარგი გუნდი პირველ რიგში და გუნდთან ერთად კარგი ის სახეები, რომელიც ამ პროექტში ღებულობენ მონაწილეობას. თორემ რეალიტი იყო ყველაზე რეიტინგული Prime House-ი და ამ შოუმ როგორ განიცადა ქვემოთ სვლა, ესეც ყველამ დავინახეთ ბოლო რაღაცა Superstar თუ All Star სეზონში. და აქედან გამომდინარე ეს უკვე გუნდზე და მონაწილეებზეა დამოკიდებული რა. შენ გამოგანიცადა შენი აზრით კრახი ბოლო სეზონებში Prime House-მა თუ რატომ? მე არ ვიყავი ბოლო All Star სეზონში და რაღაც დოზი ვთვლი რომ ჩემი არ მონაწილეობამაც გამოიწვია კრახი. შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, იმიტომ რომ პროექტ ძალიან ბევრი უყურებდა ჩემ გამო, ჩემი რაღაცები მოსწონდა ხალხს. ეხა იქ კომენტარებში ხო ჩანდა. მე დაიწყეს ჩემზე კომენტარების წაშლა, თორე იქამდე ხო ტოვებდნენ. ეს რაღაცები დადგმული იყო Prime House-ში, თქვენი რაღაც ურთიერთობები, ლაპარაკები, თუ ყველაფერი მართლა რეალური იყო? ჟურნალისტები ხო არიან იქ? დადგმული არა. Prime House-ში ჩვენ ანუ პროდიუსერები გაძლევდნენ რაღაც ინფოს. მაგალითად, შენ ხარ სხვა ოთახში, მეორე ოთახში მოხდა კონფლიქტი, ყველგან ყვები ამ ამბავს და არაფერი დასამალი არ არის. შემოდის პროდიუსერი და გეუბნება, რომ აი შენზე იმ ოთახში არის საუბარი, კონფლიქტი და ჩაერთე. მაგრამ ეს ჩართვა თუ გინდა ჩაერთე არის, ანუ თუ არ გინდა, არ ჩაერთვები. მაგალითად, პატრიკი მუდმივად რო იწვა და ეძინა ეგ არის ძალიან მაგარი ისტორია. სადაც ერთი თვე პატრიკის ძინავს და გადაცემაში ისე ახვედრებენ კადრში, რომ პატრიკს როცა ღვიძავს. და ერთხელ პროდიუსერი ადის და ეუბნება, რომ პატრიკ გაიღვიძებს, სიცხე ნახევარფინალში გადავდივართ და სულ გძინავს და პატრიკი ესე წერს და აწია თავი. ჩვენ ხო ხელფასები ქონდა, ეხა ჩვეულებრივად იქ დამალული არა. ყველა მონაწილეს თავის ხელფასი ხო, ანუ ჩვენ ახლა ჩვენი საქმე მივატოვეთ ამ საქმის გამო და ყველას აქვს თავისი შესაბამისი ხელფასი. სხვადასხვა ხელფასი იყო მონაწილეს? დამალული კი? და აი შენ რამდენი ქონდა? მაგაზე ვერ ვიტყვით. დამალული არის, ანუ ოფიციალურად არის, მაგრამ ყველას და პატრიკს ძინავს ეს და პატრიკმა აწია თავი და უთხრა, რომ რასაც მიხდით, იმისაც ვდგები. და
გააგრძელა ძილი. ანუ მაგალითად პატრიკს უფრო დაბალი ქონდა ვიდრე შენ ხელფასი. არა, ვერ გეტყვი, ახლა ვის როგორ ქონდა, ყველას ქონდა ინდივიდუალურად, ეს არ იყო ესეთი გახმაურებული ამბავი, მაგრამ ყველას თავისი შესაფერისი ქონდა. მე ხელფასზე არ ვიყავი ორიენტირებული, მართალი გითხრა ფეხებზე მეკიდა ხელფასი. რაც შემომთავაზეს, მე ვუთხარი, არა, ეს არა, მე მინდა ეს, იმიტომ რომ უნდა გადავიხადო ამ პერიოდში რაღაცა ბანკი მქონდა და ანუ ჩემი ხელფასი არ იყო მაღალი, პირდაპირ შემიძლია ვთქვა. თუმცა მე შევედი სხვა მიზნით, რა მიზანით განვახორციელე. მაგ მიზნით შეხვედი. მე შევედი მაგ პროექტში მოსაგებად სრულად. ან ყველაფერი, ან არაფერი. ხო და გამოგივიდა კიდეც ეს ნათქვამიც გაქვს, ხო. და აი ეს წამყვანობა არ ქონდა დაგეგმილი, ხო? რაღაცა წამყვანობა არ იყო დაგეგმილი, თუმცა Prime House-ის შუა პერიოდში დავიწყე უკვე მუშაობა იმაზე, რომ შიგნით პროექტში გამეკეთებინა რაღაცა გადაცემა, რაც დავიწყე, რომ ამით გამომეჩინა თავი, თუ არა რუსთავიორი, მაგალითად სხვა არხი დაინტერესებული იყო ჩემი შესაძლებლობით. და შუა პროექტში იყო თაკო ფხაკაძემ რუსთავიორის დირექტორმა დამირეკა და მითხრა რომ ღამის პრაიმ თაიმის შოუ რომელიც არის განიცდის რებრენდინგს სადაც უნდათ რომ ახალი სეზონიდან მე ვიყო წამყვანი და ნუ შემდგომ იყო უკვე პრაიმ ჰაუსიც მე კიდე რაღაცები ესე და მანდ კარგად გიხდინა წამყვანობაში არა რუსთავიორს ძალიან უჭირს დირექტორებს არ უჭირთ ხელფასში მაგრამ წამყვანები და სტაფში ძალიან უჭირთ ანუ არ იყავი ხელფასით დიდად კვაყოფილი. ნუ არავინ არ არის ხელფასით დიდად, მე არ ვიცი მაგ ხელფასით საერთოდ როგორ არიან ეს ადამიანები. თუმცა აი მე მესმის, როდესაც იტყვიან რომ აი არხს უჭირს, ეს ნიშნავს რომ ყველას გვიჭირს, დირექტორსაც უჭირს, პროდიუსერსაც უჭირს და წამყვანიც გაიჭირვებს. ეგ არის გუნდური მუშაობა, მაგრამ როდესაც დირექტორი გეუბნება რომ იცი არხს უჭირს და ეხლა ხელფასებს ვერ ვზდი და შენ სელინის ჩანთით მოხვალ მეორე დღეს და შენი ხელფასი მე კი ვიცი რამდენიც არის და მე მეუნები რაღაცა 100 ჯერ თუ კი მილიონჯერ დაბალს ხო ეს არ არის გაჭირვება საქართველოში ბევრ კომპანიას ჭირს ეგრე არა მარტო რუსთავიორს რომ ვთქვათ უფროსები ესე დადიან სელინის ჩანთებით და აი გაგვიგე რა კომპანიას გაუგე აი გეუბნები ამოწყდეს ყველა მე ვიცი გუნდური მუშაობა და როცა ატყუებენ და ადამიანს აშრომებენ 24/7-ზე და უხდიან 10 ლარს და კომპანიის ხელმძღვანელობა ფულში ბანაობს, სურავს და ატყუებენ ამ საწყალ ადამიანს, ამოწყდეს ყველა. ამინ. ბირჯვას არ გადავიწერ მეზარებ. ეს კალიცო რო გიკეთია, კალიცო ცოლი მოიყვანე? ბეჭდები მიკეთია, იმიტომ რომ ხალხს ვაჩვენებ, რომ შეძლებული ადამიანი ვარ. ოქროა? აბა, ოქრო და ბრილიანტიც არის. ვა, აქეთ პატარა, მაგრამ აქეთ ნორმალურია. ვა, არა, კალიცოს გავს ძალიან. უცებ. აი, რეალურად ამ ბეჭდის შიგნით წერია. რა წერია? რაც წერია ხო? აბა გვანახე, რა წერია ბეჭდის შიგნით? აი, ტანზე დავიწერ. მოიცა, შენ სახში არ გეუნებიან უკვე ცოლი მეიყვანეო? ჩემი ოჯახი არ არის. როგორ ვთქვა, მეგობრები. მე არ მყავს ის გარემოცვა, რომელიც რაღაცას გაიძულებს. იმიტომ რომ ყველა მიცის, რომ ყველას აქვს თავისი ცხოვრება და თავისი ცხოვრების ინტერესი ხარ. მე თუ არ მინდა ცოლი, მოვიყვანო ჩემი ოჯახისთვის, მაშინ დედაჩემმა უნდა მოუარო სიმცოლს, ხო? ანუ რეალურად ეგრეა. მეგობრებო, რომ გეუბნები ეს გააკეთო, მე თუ არ მინდა, მაშინ უნდა გავაკეთო და მაგარ უნდა მე შემდგომ განავითაროს, ხო? ანუ მე ზოგადად არ ვცხოვრობ სხვისთვის. ამიტომაც არის ადამიანებში ეს ორად გაყოფილი, რომ ვიღაცას უყვარ ვარ და ვიღაცას არ უყვარ ვარ. იმიტომ რომ მე არ ვცხოვრობ არავისთვის. მე არ მაინტერესებს ადამიანები, მაგალითად, რომლებიც არ არიან ბევრნი, მაგრამ არიან რაღაც რაოდენობა, რომელიც ჩემზე საუბრობს სულს. მე ამ ადამიანებს ვთვლი, რომ ამ ადამიანებს უბრალოდ შურს შენი წარმატება და შენი ვიზუალი და ასე შემდეგ. ეხა Prime House-ის ნაჩუქარ სახლში ცხოვრობ, მოგებულ სახლში? არა, ის გავყიდე და მე დავამატე და ვერაზე ვიყიდე სხვა ბინა. და ეგ რატო გაყიდე? პატარა იყო? არა, პირიქით, ის იყო დიდი, უბრალოდ იყო ჩემთვის არაკომფორტულ ადგილას, ის იყო 62 კვადრატული ბინა. და გავყიდე და 45 ვიყიდე, ოღონდ ცენტრში ვიყიდე რა. ნუ, იმიტომ რომ აქ უფრო კომფორტულად ვარ. შენ მაინც ბავშვობიდან ძალიან ბევრი ქარტეხილი, ასე ვთქვათ, გამოიარე, ბევრი პრობლემა ნახე და შენ რას ფიქრობ მე რომ აი ცხოვრებამ დაგიბრუნა კარგად მიუხედავად ეს ბნელი. იცი რა, მგონია რომ ადამიანმა შეიძლება ძალიან ბევრი რამ გამოიაროს თავის გზაზე.
ცხოვრება ეგეთია რა. ვიღაცამ ხდება ჩემი ისტორიები, რაც მე გამოვლილი მაქვს, ვიღაცისთვის იყოს საერთო ზღვაში წვეთი. ისეთია გადატანილი ადამიანებს და დარწმუნებ ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომ აი ისეთი ჯოჯოხეთი აქვს გადატანილი, თუმცა ფარხმას არ ყრიან. ჩემი აზრი არის ასეთი ყოველთვის, რომ ფარხმალი არასოდეს არ უნდა დაყარო, არავის არ უნდა მოусმინო და შენ გზაზე მიზნით უნდა იარო. ყოველთვის ეს არის, რომ აი ხვალ დღეს თუ არ არის კარგი დღე, ხვალ ნათელი დღე იქნება და მგონია რომ ეს ყოველთვის ესე არის. და ნუ ზოგადად უფლიც მჯერა, ხა ვიღაცას გონია რომ მე არ ვარ მორწმუნე ადამიანი, მაგრამ ნუ მე ჩემი წმენა მაქვს და უფლიც მჯერა რომ ყველაფერს თავის დრო და თავისი ადგილი აქვს და უფალი არ გამოგიზავნის ისეთ რთულ რამეს, რასაც ვერ გაუმკლავდება ადამიანი. ეს მგონია. ხო. და ანუ შენ ბევრჯერ დაინახე უფლის თანადგომა და როგორ არა, აი ბევრჯერ, მილიონჯერ, მილიარდჯერ. ანუ რა ვიცი, ძალიან ბევრჯერ დღესაც ხედავ. და ყოველდღე ახალი დღის იმედით იღვიძებდი, რომ დღეს ახალი შესაძლებლობა მაქვს. კი, ნამდვილად მე ხა ისეთი რთული პერიოდი მქონდა, ხა მეზარება ამის მოყოლა და არც მინდა დრამაში გადავიდეთ. სადღაც 7-8 წლიანი ძალიან რთული პერიოდი მქონდა, თუმცა ყოველი დილა თენდებოდა იმით, რომ მე მაინც ვიცოდი, რომ ხვალ უკეთესი იქნება. თუმცა ამ 7-დან 8 წელიწადში ვერავინ ვერ გაიგო ეს. მე ისე ვიღიმოდი, ისე კარგად ჩაცმული ვიყავი, იმიტომ რომ იქამდე იმდენი დავაგრო ეს 60 და რაღაცა ისე უხეშად რო ვთქვათ, რომ ვერავინ ვერ დაინახავთ იმ პერიოდის მძიმე წლებს. თუმცა ყოველთვის იყო იმედი იმისა, რომ ხვალ უკეთესი დღე იქნებოდა. ხო, ჩვენს ნელ-ნელა ბოლოსკენ გავალთ და აი ბავშვობაზე მაინტერესებს შენ ნათქვამიც გაქვს, რომ რაღაც ჯანმრთელობის პრობლემები ქონდა, რაც მე ნელ-ნელა გადალახეთ. ეს რაღაც ფოთვასთან იყო დაკავშირებული საბოლოო ჯამში? ეს ეპილეფსიური გულყრასავით იყო, ოღონდ არა კლასიკური მე მგონი. ნერვული ფორმით იყო ეს, არა კლასიკური, ხო? ნუ ალბათ ეს არის რაღაცა ცხოვრების სტრესები, რაღაცეები, ნუ ბევრი რაღაცა როდესაც გროვდება და ემოციურად ამას ადამიანი ვერ ხარშავს. შენ გონ ნებისმიერ ემოციის დროს ემართება ეს შეტევები, ნერვული შეტევები, გულყრები. ნუ ეს გადავლახე 11 წელი მქონდა ეს დაავადება და რავი ხა 41-ის ვარ და გადავლახე. აი რეალიტი შოუში რო შეხვედი მაგ დროს მაშინ ეგ იყო მაშინ ახალი როგორ თქვა კუნალობა ახალი დასრულებული იყო და მაშინ იყო ზუსტად პირველად რეალიტი შოუში რო შევდიოდი, ჩემი ოჯახისთვის ძალიან რისკ ფაქტორი და საშიშროება ტელევიზიაში საჯაროდ არ მომსვლოდა ეს. მაგრამ თუმცა გადავლახეთ მანდაც ფანტასტიკურად. ხო, აი ეგ კითხვა მქონდა ზუსტად, იმიტომ რომ თუ ახალი დასრულებული ქონდა რისკი ხო დიდი იყო რომ შეიძლება გაგმეორებოდა, მით უმეტეს იქ ძალიან. ეხლა ნახე სად მივდივარ ამბვის ბოლოში. შენ რო იძახე რომ შენ ხმაურიანი ხარ და ესეთი რაღაცებს იძახე. ალბათ ეს არის უკვე რომ ესეთი გამხადა ამ ცხოვრებამ, იმიტომ რომ იმას რაც ვინახავდი, შენ ვიგროვებდი. ეხლა გავც პირდაპირ ვამბობ. თუ ადრე ვითმენდი, ეხლა პირდაპირ ვიძახი და ალბათ ესეც არის ამ ემოციის გაცემა და უკვე შინაგანი სიმშვიდე. და შენი თავის ბუნებრივად დამშვიდება ისწავლე? ან როგორ უმკლავდები აი მაგას, აი მაგალითად? ჩემ შემთხვევაში ფანტასტიკური კითხვა სოთეშორის ეგ. იმიტომ ვისწავლე და ეს არის ყველას ეცინება, თუმცა აგარაკზე მივდივარ და მიწასთან მაქვს ურთიერთობა რა, ნუ აი ენერგიებს, ხეებს, ვრგავ, ყვავილებს, ვრგავ, ვული, მიწას რაღაცა ვასუფთავებ, ანუ მიწასთან კომუნიკაცია აღმოჩნდა ჩემი სრული სიმშვიდე რა. რაც არ უნდა ესეთ მდგომარეობაში ვიყო, ეგრევე ვჯდები მანქანაში, მივდივარ აგარაკზე, ეზოს მივხედავ რაღაცებს და სრულად სხვა სამყაროში ხვდები. კი, იმიტომ რომ აი ენერგიას იღებ მიწისგან. ალბათ, შეიძლება ეგეც არის, ხო და სხვანაირი ხვდები რა. ხო, ბევრი ამბობს მაგას. ბევრი არის რომ მაგალითად აი დალაგებას იწყებს და ძალიან სიამოვნებს. არა, დალაგება კი მიყვარს, მაგრამ დალაგებაში არა. დალაგებაში უფრო ბრაზდები, მე ფიქრები მაქვს, რომ ალაგებ, მაგრამ ვფიქრობ. და იქ არ ფიქრობ, თქვა რომ უვლი რაღაცებს? იქ იმაზე ფიქრობ. იმ მიწას სწორი მოვლა უნდა, წამლის სწორი ჩაყრა უნდა რაოდენობრივად, გასხლა უნდა სწორი, მზერ საიდან უნდა მოხვდეს, ყველაფერი, ნუ იმას სხვა რაღაც ფიქრები გაქვს იქ. შენ ამერიკაშიც იყავი, ხო? კი, ამერიკაში რაღაც პერიოდი ცხოვრობდი. და შენ ვიზით წახვედი? კი. ჩაოლებეთ, გააქვს ვიზა ეხაც? თუ დამთავრდა ეს? არა, ეხლა აღარ მაქვს ვიზა, გავიდა პერიოდი. თუმცა ეხლა უნდა შევიტანო ისევ. ხო. და თქვათ რო ჩახვედი, რამდენად რთული იყო ადაპტაცია, სად მუშაობდი? ჩემს არ არის რთული არსად, არ მუშაობდი, კარგად ცხოვრობდი. რა მართლა რატო? რანაი მეგობრებთან ერთად.
რაც არ მიყვარს, რაც მიყვარს, კარგად ცხოვრება. არა, იცი რა არის, არ მაქვს პრობლემა, იმიტომ რომ რაღაც პერიოდი სხვადასხვა ქვეყნებში მომიწია რაღაცა პერიოდი ყოფნა რა, 3-4 თვე სად იქ. სირთულეს არსად არ წარმოადგენს ჩემთვის ცხოვრება, იმიტომ რომ მე ვარ ძალიან რეალისტი ადამიანი რა. რაც არის ამ წამს ეს რეალობა, ამ რეალობას უნდა მოვერგოთ. ეხლა თუ არ მოვერგები, ჩემთვის არის პრობლემა და ამ გამომდინარე მიჩვენე რომ ჩავედი, ვიცი რომ აქ ვიწყებ ცხოვრებას, მორჩა აქ ვიწყებ ცხოვრებას. ის რომ თბილისის ნოსტალგია მქონდეს, ის რომ მეგობრის ნოსტალგია მქონდეს, არა, იმ მომენტში ვციშავ გონებას და ვიწყებ ახალ ცხოვრებას. მოდელობაზეც ხო მოდელიც იყავი შენ? აბა, რაღაცა კონკურსი იყო 90-იან, ბნელ 90-იან მამაკაცების და გარეთ გამოვედი, მეგობრებს უნდა დავხედოდი და მართლმადიდებელთა, მშობელთა კავშირის წევრები იყვნენ ვიღაცა ქალები და ჯვარი არ ჩამარტყეს შუბლში. ხალხო ჯვარი მქონდა გამოსახული შუბლში. ჩვენებაზე გამოვედი ჯვრის გამოსახულებით. ხალხს ეგონა ეს რაღაცა იმ საღამოს რაღაცა პერფორმანსი თუ რაღაცა და ამიტომ ჯვრის მქონდა ესე გამოსახულება. რას მეუბნე? ხო. და მომისმინე ზუსტად აი მაგითო კითხე რომ ეგეთი მოდელობის პერიოდი. რამდენად რთული იყო აი მაშინ, როდესაც აი ბიჭი პოდიუმზე გამოდიოდა რა. არ მადარდა, მაშინაც არასდროს არ მადარდებდა არავინ. სიმართლე გითხრა, არც ეხლა, არც მაშინ, ანუ სირთულე თუ გადაწყვიტე რომ აი მაგალითად ადრე საყურე მეკეთა და ერთ ყურზე მეკეთა ორი, ეხლა რო იკეთებენ ყურზე და გონიათ რომ სითამამია თუ რაღაცა, ბნელ 90-იანებში მეკეთა ორი საყურე ერთ ყურზე და. უი დედა. თუ იკეთებ საყურეს, ან თუ გადაწყვიტე მოდელობა თუ რაღაც რაც გადაწყვიტე, მაშინ მზად უნდა იყო იმ ყველაფრისთვის. და არ უნდა თქვა რომ მე აი ეს, არა, ჩემს არ იყო რთული, ანუ მართლა არასდროს არ მაინტერესებდა არავინ. მე მაინტერესებს ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები და აი გარემოცვა ჩემი რა. მე ჩემ დროს მიხდიდნენ $100 თითო გამოსვლაში. ზოგს ჯერა, ზოგს არ ჯერა, თუმცა იმ პერიოდის სამოდელო სფეროში ვინც არის ხალხი და ასე შემდეგ, ყველა მიცის რომ ესე იყო განსაკუთრებით კაცი მოდელი მაშინ ჭირდა და კაცზე იყო დიდი მოთო იხდიდნენ ამ თანხას. და მაშინ ვიყავი მოდელი და ძალიან ბევრი რაღაცა მქონდა და ეხლა ამ პერიოდში სად უნდა გამოვიდე? ანუ რის ჩვენებაზე უნდა გამოვიდე? ხო, ეხლა აღარც არის, მაშინ უფრო იყო სხვათა შორის. დიზაინერი არ მახსოვს მე. ხო. და ვის იმაზე უნდა გამოვიდე? კიდე იცი რა მაინტერესებს ერთიც პლასტიკური ქირურგიისთვის თუ მიგიმართავს? ცხვირი მაგაკეთებული. არ გეტყობა სხვათა შორის დიდად. იცი რა, ხო, ცხვირი გაკეთებული მაქვს. მე მახსოვს მე თუ რა დრო გვაქვს, როგორი ბნელები ვიყავით. ეხაც არ ვართ ნათელი, მაგრამ მაშინ ძალიან ბნელები ვიყავით. აი ეს იმედი რო არის არხი. ხო. ცხვირი ხალხო, ანუ ინტერნეტში ძდებს ეს ინფორმაცია, ცხვირის ოპერაცია რო გავიკეთე, იმედი ჟურნალისტი მირეკავს, საინფორმაციო ჟურნალისტი. ქრონიკა თუ რაღაცა და მეუბნება რომ თქვენზე გვინდა სიუჟეტი ჩავწეროთ და რო ვეკითხები რა სიუჟეტი ცხვირის ოპერაცია რო გაიკეთა მამაკაცმა საქართველოშიო მოვიდნენ ჩამწერეს და ქრონიკის 8 საათიანი დაიწყეს მოდელმა და ტელეწამყვანმა გიორგი ნაზღეძემ ცხვირის ოპერაცია გაიკეთა ანუ რაზე ვსაუბრობთ ხადა და ეს გაუშვეს გადაცემაში აი რაზე ვსაუბრობთ ანუ ჯურის ჩარტყმა გიკვირს ახლა მე სხვათა შორის მეგონა რომ ეს გადაცემა ინტერნეტში სადაც მე თვითონ მაგ მოჭრილი და მე მგონი ატვირთული იმიტომ რომ დღემდე ვღადავ მაგეთთან როგორ იწყება შენი დღე მეკითხებიან ანუ ახალი ცხვირით არა ახალი ცხვირით არა იმიტომ ცხვირი რო გაიკეთე ანუ როგორ იწყება დამალვით გარბი ხარ სახლიდან ღამის საათებში გამოდიხარ თუ რაღაც რა ვიცი ჩვეულებრივად დავრბი ვარ და რაღაც აბა გაიქეცი და კადრში გავრბი ვარ თუ რა და შენც რატო დათანხმდი ღმერთო მე ყოველთვის ვაკეთებდი იმას რაც მოიტანდა მე ჰაიპს ანუ გავერთობოდი მეს და ხალხში სალაპარაკო იქნებოდა მაგრამ ეს მე ვარ დებილი მაგალითად მაგრამ ამხელა ტელევიზიაში ქრონიკიდან უნდა დამირეკო ესეთი ჩელენჯი მაქვს ბომბარის პირველი ლუკმის ტესტი აი ნახე რამდენი შოკოლადია აქ მინდა რომ არჩიო კი ნახე ძალიან ბევრნაირია ფისტის კარამელი შოკოლადის მე ქოქოსი კი მიყვარს ისე დააგემოვნე და ძალიან მაინტერესებს შენი აზრი აი პირველი რაც ყველაზე გემრიელი მაინც რომელია შენი აზრით მე აი ესენი მიყვარს აი ეს ვაფლები იცი მე მიყვარს ვაფლი ხო ნახე თხილით არის ეს ეგ მინდა შეფასება
მართლა გემრიელია. ამაც მატან ხო? კი, გატან. ყველას გავასინჯე. მომი ძალიან გემრიელია. კიდე მინდა რომ აი მეორეც გაგასინჯო. როგორც გითხარი, ანუ ეს უშაქროა და დაბალ კალორიული და ქოქოსი მიყვარს. მიდი, აი ქოქოსიც გასინჯე. ეს ნიდოს აქ მე წავიღებ ამას გზად დავაგემოვნებ კიდე. კი, დააგემოვნე. ხოდა საღამოსაც 7-ის მერე შენ რო არ ჭამ საჭმელს. ეს ყველაზე მეტად ამან გამახარა სიმართლე რომ გითხრა 7-ის მერე ყოველთვის მინდება სიტყვა და ნებისმიერ ადამიანს უდგება მეთქი. არა, უდგება კიდევაც რა პრობლემაა, შეგიძლია რა მოწეს ახლა მოთხოვნა როგორც არის. უნდება სიტყვა და ეს თუ მართლა 0 კალორიით არის. ფანტასტიკურია. 0 კალორია არ აქვს, ანუ დაბალი კალორია აქვს აღწერაში, ყველაფერი მითითებულია. ხო, ანუ შეგიძლია რა ღამით ჭამო. კი. თან აუცილებელია ისიც გითხრა რომ შეიძინოს პარის და ფრესკოს ფილიალებში. აქვე გადმოგცემ საჩუქრად აი ამას. ეს ჩემია. ეს სულ შენია. არ მომატყო შევამოწყო ხუჭხოყარია. შენია. ამებსაც ჩავდებ. მრავალფეროვანი შოკოლადები. ჩავდებ. ფიზის პლის კითხვები. სახლში თუ გარეთ ჭამა? სახლში. პიურე თუ შემწვარი კარტოფილი? აუ პიურე კატლეტით მიყვარს კარტოფილი ქათმით. ორივე. შენი თუ სხვისი გაკეთებული საჭმელი? რა კაია რომ გემსახურებიან სხვის ონს რო იცის გაკეთება თორე ახლა თმა თუ ჩამიგდო და ჯადო მომიხაშე რა თმინდა ბორში არაჟნით თუ არაჟნის გარეშე არაჟნით არაჟანი უხდება ხორციანი ბორში არ მიყვარს მე მიყვარს ხორცის გარეშე და არაჟანი ბევრი და ბოლოს სასმელი ალკოჰოლური თუ ჩვეულებრივი რა თქმა უნდა ალკოჰოლური დიდი მადლობა. თუმცა არ დალიოთ, დამიტოვეთ მე. აგრომანიც არ გტოვებს საჩუქრის გარეშე და აი ეს უდიდესი კალათა ხილბოსტნეულით. და როგორი ნაკლებია, ღმერთო. ოღონდ ეს ყველაფერი არ არის, ცალკე კიდევ არის რომ უნდა გაგატანო. თუმცა აგრომანს და სხვა კომპანიებს მეც ვეტყვი აქვე და არა მომიჭრა დამიტოვეთ, ჩემ YouTube გადაცემას რო ვიწყებ, ნებისმიერი კომპანია შეგიძლიათ შემეხმიანოთ და დავიწყოთ თანამშრომლობა, ხილს როგორ უხდები შეხედე. ძალიან უხდები ფერად ზედასთან ერთად და ხო, ვიწყებ YouTube გადაცემას მეც. მოგამარაგე. სპონსორებო დაურეკეთ გიორგი ნაზღაიძეს, არინანებთ, ჰაიპს დაგიდებთ, რეიტინგს დავწერ. რეიტინგს იქნება. თქვენ პროდუქტს დავაგემოვნებ. ხო, მეტი რა ქნას ახლა. ფანტასტიკური კალათა. უდიდესი მადლობა ამდენი საჩუქრისთვის და ძალიან კარგი გადაცემა იყო. სიმართლე გითხრა, გავერთე, კარგად დამაპურე კიდევაც. და სხვათა შორის რაღაცები უფრო ისეთი სიახლეების გითხარი, რაღაცები, რაც სიმართლე გითხრა არ მithქოს. მე გიждები გადაცემებს, სადაც შემიძლია მოვყვეთ ჩემი რაღაც სულელური ისტორიები და კურიოზის სახით ვაცინო მერე ყველა. ძალიან მიხარია. გამომდის არ გამომდის არ ვიცი, მაგრამ რო ვაცინო მიხარია. მადლობა გიო, წარმატებებს გისურვებ შენ ახალ წამოწყებაში და ზოგადად ცხოვრებაში. მადლობა ნახვამდის. მადლობა, ეს იყო მადის აღმძვრელი პოდკასტი. დიდი მადლობა გიორგი ნაზღაიძეს. გამოიწერეთ აუცილებლად ჩემი YouTube არხი, მოიწონეთ გვერდი და დამიკომენტარეთ ვინ გსურთ რომ იყოს ჩემი შემდეგი სტუმარი. აბა დროებით.